საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. საღამო მშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში და ყურადღების ეპიცენტრშია საუდის არაბეთი ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებები, რომელიც შედგა ორ პრინციპში დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის დელეგაციებს შორის. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ხოლო ამერიკულ დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. უკვე პრინციპში ცნობილია ყველასათვის თავარი თემა საუბრის, ეს არის უკრაინა, თუ როგორ მორჩეს ეს კონფლიქტი და დროზე დასრულდეს. 4 საათნახევრიანი ამ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ დადებითი სიგნალებია ორივე გუნდისგან. ლავროვმა თქვა, რომ მან შეამჩნია, რომ ამერიკულ მხარეს გაცნობიერებული აქვს რუსეთის წუხილი და ეს შესამჩნევი იყო და მისასალმებელიაო. იქ მთელი არაერთი პუნქტი არის ტიზერების სახით, სადაც რაზეც იქნა უკვე პირველადი შეთანხმებები მიღწეული. ჯერ რა თქმა უნდა მოთელვაა, თუმცა რამდენიმეს ჩამოვთვლი. ერთი არის, რომ მალევე უნდა დაინიშნონ ელჩები ორ ქვეყანაში, როგორც რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ასევე რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიპლომატიური საკითხი საბოლოოდ უნდა გადაიჭრას. ასევე რუსეთმა დააფიქსირა თავისი პრინციპული პოზიცია, რომ არანაირი ეგიდით ნატოს რომელიმე წევრის ჯარები, თუნდაც ევროკავშირის ეგიდით და არა ნატოს სახელით არ უნდა იმყოფებოდეს უკრაინაში. უბრალოდ ეს იქნება მიუღებელი მისთვის, რომ რომელიმე აი ამ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გადაისროლოს იქ სამხედრო კონტინგენტი. ასევე ქვეყნები დელეგაციები შეთანხმდნენ იმაზე, რომ აცნობიერებენ რომ ორივე ქვეყანამ მხოლოდ და მხოლოდ უნდა იხემძღვანელოს ნაციონალური ინტერესებით და ასევე საკითხი შეეხებოდა ამ ცეცხლის შეწყვეტას. ახლა იქ კონკრეტულად ზუსტად არავინ არ იცის როდის მოხდება ამ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ერთ-ერთ პუნქტში დევს ეს, რომ ჯერ უნდა შეწყდეს უკრაინაში ცეცხლი, შემდეგ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები. პარალელურად ჩვენ უყურებთ ზელენსკის მოძრაობებს, საცოდავ დღეშია პირდაპირ შეიძლება ითქვას. ბლუმბერგი, ამერიკული ბლუმბერგი წერს უკვე, რომ ეს კაცი ჩადის ამ შეხვედრის ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ მეორე დღეს იქ, რათა მეორე ხელისგან აკრიფოს საინფორმაციო ნამცეცები. ანუ ისტერიკა აქვთ ფაქტობრივად მას და ვინც მასსავით ფიქრობს ევროკავშირში. ვინაიდან ამ შეხვედრაზე მესამე მხარე არ მონაწილეობდა. სხვა არჩევანი, ზელენსკის არაფერი არ დარჩენია, უბრალოდ ის მოექცა ჩიხში, თან იქ ეს პრინციპში სეისმური ძვრა იყო ეს შეხვედრა. მთელი 3 წლის განმავლობაში, რაც კი მუსირებდა აზრი ევროკავშირში, ან ბრიუსელში, ან სტრასბურგში, რომ რუსეთი უნდა ჩაეყენებინათ დიპლომატიურ და არა მარტო დიპლომატიურ ეკონომიკურ იზოლაციაში, საინფორმაციოში და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ამ შეხვედრამ ცივი შხაპი გადაასხა ყველას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. აქტიურებენ ამერიკელები და რუსები ამ კონტაქტს, რაც კიდევ უფრო მეტად წაიწევს წინ, ეს არის შედეგები ერ-რიადში გამართული შეხვედრისა. საინტერესო იქნება, გიორგი, თქვენი შეფასება, რას შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში იმ ფონზე, როდესაც პრინციპში ორი ზესახელმწიფო, ორი სუპერსახელმწიფო პირდაპირ აგვარებს ერთმანეთთან იმ გაღვივებულ კონფლიქტს ერთ-ერთი მხარის მიერ და შეიძლება თუ არა ველოდოთ ამ კონფლიქტის ადრე თუ გვიან, ყოველ შემთხვევაში მალე დასრულებას. თქვენი შეფასება როგორი იქნება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დავით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღე და ის იმედიანი განცხადებები რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მხრიდანაც და შეერთებული შტატების დელეგაციის მხრიდანაც ფაქტიურად არის ნიშანი იმ 2 თუ 3 წლიანი დასავლური პოლიტიკისა,
რაც განხორციელდა უკრაინით და ასე შემდეგ სანქციებით და შემდეგ მისი კრახის. ეხლა რა შეიძლება ითქვას, არაერთხელ შედარდა იალტა 2 დაერქვა ამს და მართლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე ეს მეორე სამამულო ომის დროს და სხვათა შორის უფრო გამოკვეთილი და თუ მაშინ რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა ამ სოფლიო გადანაწილების პროცესში, დღეს უკვე მკვეთრად გამოიკვეთა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავარი როლი ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში, მკვეთრად გამოიკვეთა და ნათლად დავინახეთ ევროკავშირის უსუსურობა ამ პროცესებში, მხოლოდ წამქეზებლური პოზიციით და ასე ვთქვათ შესაძლებლობებით და თავის დროზე გმირად რომ შერაცხეს პიროვნულად ზელენსკის არარაობა საერთოდ არაფრად ჩაგდება ამ მოვლენებში. ეხლა ჩვენ ამ პარალელურ რეჟიმში როცა ეს დაიგეგმა და დღეს გუშინიდან მოყოლებ დღეს იყო, არ ვიცი, აი უკანასკნელ ხმაზე ხაოდნენ, რიგში იდგნენ სიმაღლისა და თანამდებობის მიხედვით ნატოს გენერალ-მდივნიდან დაწყებული დამთავრებული არ ვიცი ზელენსკიმდე, რომლებიც ხაზს უსვამდნენ, რომ თუ რატომ არ იყვნენ ამ მოლაპარაკებებში თვითონ მიწვეული, ევროპა თავის თავად და სხვათა შორის იალტა 2-ზე როცა არის ლაპარაკი, საფრანგეთი მაშინაც რაღაცა ალბათ სტალინის დამსახურება იყო, რომ იქ წარმოდგენილი იყვნენ და არა ესე ვთქვათ იმად ორაზროვნად განაცხადეს მაშინ ფაშისტური გერმანიის წარმომადგენლებს ამათთანაც თუ წავაგეთ მე აგმ დღესაც საფრანგეთი რიბენტროპმა თქვა ასე რაღაც ამათ რა უნდა თქვა ხო ნუ თუ ამათთანაც წავაგეთ ომი ხო და დღესაც სხვათა შორის მაკრონი ცდილობდა იგივე როლი შეესრულებინა ამ სოფლიო გადანაწილების პროცესში რაღაცნაირად მოირგო ევროპული ჟანდარმის მანტია ჩაერთო აქ ახლა შორს არ მინდა წავიდე კავკასიის საკითხებში და ასე შემდეგ, მაგრამ იმ მაგიდასთან არ აღმოჩნდა, მიუჩინეს მასაც თავისი ადგილი და ეს იყო ფაქტიურად ყველაფრის მთქმელი და ძალიან მარტივი აქედან ვივარაუდოთ თუ რა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ეხლა პირველივე ესე იგი ეს ხო ჩვენ ფაქტიურად ვიცით რომ ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები და მოსამზადებელი სამუშაო გულისხმობს რომ შეიძლება არაერთი შეხვედრის შემდეგ შეიძლება მსგავსი განცხადებები გაკეთებულიყო და პირველივე დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან იმედიანი განცხადი ფაქტიურად ურთიერთნდობის მაღალი ხარისხი დავინახე ამათ განცხადებებში და პირველი მაჩვენებელი სხვათა შორის ის რომ საელჩოების აღდგენა იმ რაოდენობით თან ხაზგასმულია რაოდენობაზეც რომლებიც მის გაუქმებამდე და ასე შემდეგ შევიწროებამდე იყო და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამავდროულად ცალსახადი თქვა ორივე მხარის მხრიდან რომ თუ რაიმე უთანხმოება იქნება მათ შორის არ იქნება ეს პროვოცირების საფუძველი და მხოლოდ იქნება ერთად მუშაობა ამ პრობლემის გადაჭრისად და ბაიდენის მიერ ყველა ეს შემაფერხებელი მექანიზმები რომელიც დაინერგა, დაინაღმა და ასე შემდეგ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის იქნება აღმოფხვრილი ამ პროცესში. ერთადერთი დარჩენილი ახლა თარიღი ამ ესე იგი მთავარი შეხვედრისა რომლებიც ალბათ ეგ მუშაობის პროცესია და კიდევ უფრო რაღაც საკითხები გამოიკვეთება და ის ფაქტი რომ იქ დავდებით მოვლენასთან გვაქვს საქმე მეტყველებს იმაზე რომ თუ კი რამდენიმე საათის წინ ჩვენ ვიცოდით რომ ზელენსკი 19-ში ანუ ხვალ უნდა გამგზავრებულიყო ალბათ და ეს ერ-რიადში ხო და თან ამბობდა რომ მე მათთან კი არ მივდივარ მე სხვა ოფიცერებს შეხვედრები მაქვს ეკონომიკური საკითხების მაგრამ ალბათ რაღაცა მაპატიოს მაყურებელმა ეს ირონიით ვამბობ რაღაცა ალბათ ქურთუკი მოეწონა და მიდის სხვა რაზე უნდა წასულიყო ბლუმბერგის წყარო ხო წარმოგიდგენია ტყუილა რა თქმა უნდა და უკვე პირველივე განცხადებების შემდეგ არ დააყოვნა ზელენსკის განცხადება მე არსად არ მივდივარ და 10 მარტს ჩავალ იქ ასე ვთქვათ სხვა შეხვედრებზე ანუ
სხვათა შორის ამ კუნთების ასე თამაშმა უпростоრად კუნთებსაც ვერ დავარქმე სახის შენარჩუნების პროცესმა ზელენსკის მხრიდან სასაცილო ერთერი შესძინა მას ბევრად უფრო და CIA-ის ანალიტიკოსი არის ესე ლარი ჯონსმა განაცხადა ძალიან მოკლედ ტრამპი ეტყვის მოკეტევ და მოკეტავს რა ამაზე მეტი დამამცირებელი მიდგომა მსგავსი საკითხების მიმართ მით უმეტეს ისეთ პერიოდში, როცა მთავარი აქტორი იყო ამ 2-3 წლიანი მსოფლიო მოვლენების სხვათა შორის, მე არც გაგონილა და არც თქმულა. ეს ნიშანია იმისი, რამდენად დეგრადირებულია დღეს ევროპა. ეს სიტყვა ტრამპის, მაგრამ აქ სიტყვაზეც არ არის ლაპარაკი. აქ უფრო მეტი კონკრეტიკა არის იმაში, რომ უბრალოდ ვინტილებს გადაკეტავს. კი. ძალიან მალე. ნახეთ, ევროპა რაღაც მომენტში განაცხადა, თუ ესე გაგრძელდება და უჩვენოდ მიიღებენ იმასო, ჩვენ ექსპორტს საკვები პროდუქტებისა შევწყვიტავთო ამერიკის შეერთებულ შტატებში და არ ვიცი, სასაცილოდ არ იყო ტრამპს, ამით კიდევ ერთხელ საკუთარ თავს დაიზიანებენო, თორე კი ბატონო, მათ შეუძლიათ ნებისმიერ რამე გადაწყვეტილება მიიღონ. ეს იმას გავს, დავით, რომ როცა რუსეთს სანქციებით ანგრევდნენ, ეხლა ჩვენ ნახეთ, რომ იმის და ყველაზე დიდი მოლოდინი იყო ამის. კი, სხვათა შორის კი. ჩვენ ნახეთ, ესე იგი, ესტონეთის, ესე იგი, ძალიან დაბიო პირდაპირ ეთერში გამოსვლა და თითქოს ეს რუსული ელექტროსისტემიდან გამორთვისა და ევროპოლექსის ჩართვის პროცესში და აი დღეს უკვე ოფიციალურად რამდენიმე დღეში ესტონეთის ერთ-ერთი ყველაზე ესე იგი მსხვილი ქარხანა ამ ელექტროენერგიის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით დაიხურა. ზოგადად რეკორდი მოხსნეს $80-დან რაც $300-მდე აიწია ელექტრონი. ანუ რისი თქმა მინდა, იცით რომ მხოლოდ და მხოლოდ თუ რამეს აკეთებს დღეს ევროპა და ევროპას მიტმასნილი ქვეყნები საკუთარი თავის ანუ თვით ლიკვიდაციის ასე ვთქვათ პროცესში არიან ჩაბმულები და ერთადერთი რასაც ეს შეუძლია გააჩეროს ისევ შიგნით აი მაგათ AFD-ს მაგალითზე შიდა წიაღში თუ რამე გამოჩნდება ისეთი რომ ამ პარაზიტებს მანქურთების მართლობას ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს და რაღაც ესეთი ბუნებრივ ლიანდაგებში ჩადგებიან ამ სოფლიო ასე ვთქვათ პოლიტიკის მორევში. კი ბატონო და აქვე პრინციპში საინტერესო ის გახლავთ ასევე რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ გრძნობდა რა თავს გამარჯვებულად ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ანუ როგორც პრეზიდენტები ანუ მთელი ვიცე-პრეზიდენტები ვერტიკალი მოკლედ სახელმწიფო კონგრესი სენატი ყოველთვის ხას უსვამდნენ რომ რუსეთის აზრი არ უნდა გაითვალისწინო ანუ ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ ისე როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭირო და რუსეთის აზრი არ უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ ASR რიადში გამართული შეხვედრა უკვე ცხადყოფს იმას, რომ ვაშინგტონს მოუწევს რუსეთის აზრის გათვალისწინება. კი ბატონო. დიპლომატიური მოგება აქვს უკვე სახეზე. ვინაიდან აი ის სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ თუ არა პოლიტიკურ ჩუკენობას, რასაც ეწევიან ევროკავშირის ლიდერები, თუნდაც აი ეს ჯერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, შემდეგ აი ეს 11 ლიდერი, პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები შეიკრიბნენ და ბჭობდნენ, იქაც კი კონსენსუსს ვერ მიაღწიეს როგორ აღმოუჩინონ უკრაინას დახმარება. პარიზში გულისხმობთ? დიახ, აი ახლა მაკრონის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იქ ერთიანობა არ არის. ანუ ისინი ვერაფერს ვერ მიაღწევენ. სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ანუ ორი ზესახელმწიფო პირდაპირ წყვეტს ახლა უკრაინის ბედს და გადაწყვეტს კიდეც. იმიტომ გადაწყვეტს რომ მე უკვე ვთქვი გადაუკეტავენ ანუ ქვეყანა არის დეფოლტი ამ წუთში არის დანგრეული გაუბედურებული მინუსებში წასული ქვეყანა ეკონომიკა არა აქვს ენერგეტიკა არა აქვს არაფერი არა აქვს კი ბატონო ხდებით და ნებისმიერ შემთხვევაში ტრამპი გადაკეტავს ამ ან სტოპ კრანს ეგრეთ წოდებულს ჩამოწევს და მორჩება ამ ზელენსკის ამბავი იმიტომ იქნა იქ მოლაპარაკებებზე ამ პირველად მოლაპარაკებებზე თუ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, შემდეგ დღის წესრიგში აუცილებლად და სასწრაფოდ დგება არჩევნები უკრაინაში. რა სიტყვის ზელენსკი, ომის პირობებში ვარ და ვერ გაიმართება აქ არჩევნები, კი, მაგრამ რითი სუნთქავს, ტყვია წამალს ვინ მისცემს? ევროპა მისცემს, ევროპა აღარ მისცემს. იმიტომ არ მისცემს, რომ იქ არ არის ერთიანობა. იქ დღეს არის 18 რიცხვი, 5 დღეში გერმანიაში არჩევნებია.
მე ადრე ვთქვი რომ იქ ნუ კოალიცია თუ მოხერხდა რა თქმა უნდა მერცა ყველაზე ხსს ლიდერს ყველაზე მეტი შანსი მაგრამ არ გაგვიკვირდეს რომ ალის ვაიდელი მოვიდეს პირველ ადგილზე ნუ გაუჭირდება ანუ კანცლერად რომ აირჩიონ შესაძლოა ეს გაუჭირდეს მაგრამ პირველ ადგილზე რო გავიდეს არავის არ გაუკვირდეს ანუ ევროპაშიც ბევრი რამე იცვლება და ძალიან მალე აი კოსმოსური სისწრაფით ხო და აი ასეთი მდგომარეობა ახლა ნუ ზელენსკი და იმ გამოძახილებმა აი აქ რო ყავს ჩვენ აქ საქართველოში ეს მსტოვრები რომლებიც დღეს იყო კიდე ინციდენტი გახარიას კვერცხები დაუშინეს დღეს ამ სალომეს დაუშინეს კვერცხები ხო ნუ აი ასეთი მდგომარეობა და რას დადიან რას დაწრწიან რა მისიას ასრულებენ ან ვის იდეებს ახმოვანებენ რას გენერირებენ უკვე ყველაფერი მინავალდა აქ აი ეს ახალგაზრდობაც მე მგონი გამონათება აქ illumination-ი უკვე ხვდებიან რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ აი ეს ტურებიც კი აფთრებივით რო არიან უფრო ახალი ყაიდის და თაობის ინსტრუქტირებული პოლიტიკოსები ახლა ნუ გვარებს და სახელებს აღარ დავასახელებ იქ დედრებიც არიან და მამრებიც უფრო ახალგაზრდებს გულისხმობ ისინიც კი გასუსულები არიან მათი ბუსუნი არის მის იმიტომ რომ ხედავენ როგორ იცვლება გარემოებები ანუ ყველაფერი იცვლება გარემო იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან მალე იცვლება კი ბატონო დავით ახლა ამ ყველაფერს ახლა დღეს ჩვენ რასაც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში ხო ამას წინ უსწრებდა რამდენიმე დღით ესე იგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ნახეთ რომელიც დასრულდა ტირილით და ცრემლებით. ახლა შეიძლება ეს პიარის რაღაცა ელემენტები იყო და ფიქრობდნენ რაღაცა დადებითა დაისახებოდა, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ამან დამანახა რომ დასრულებულია ევროპა. ეხლა მე ხაზ აი როცა რუსეთზე ვლაპარაკობთ და ცდილობდნენ რომ რუსეთი არ ყოფილიყო მთავარი აქტორი მოთამაშე, ანუ მის სიტყვას ფასი არ ქონდა და შემდეგ გამახსენდა იგივე კონფერენცია 2007 წლის. როცა პუტინის გამოსვლას და სხვათა შორის ახლა აღარ მოვყვებით ძალიან მკაცრი და კონკრეტული გამოსვლა ქონდა პუტინს, მაშინ მაკეინი ცოცხალი იყო და მაკეინის პასუხი იყო რომ სანამ ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებს არ დააკმაყოფილებს რუსეთიო, მანამდე ჩვენთან ვერ დაალაგდებიო. აი მოკლედ უტრირებ ახლა ამას, ხო? და დღეს რას ხედავთ? მართლა ვერ დაალაგდა რუსეთი ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ფასეულობებთან და ძალებთან და დაუსრულა პირიქით იქით ყოველ შემთხვევაში ამის ნიშნები არის თუ ისევ ამერიკის შეერთებული შტატები არ შეინარჩუნებს რაღაცა ფორმით ფაქტიურად ესენი არიან დასრულებულები როგორც რაღაცა გლობალური მოთამაშეები თუნდაც არა სამხედრო მაგრამ გლობალური მოთამაშე ამ შემთხვევაში ევროკავშირი ხო ეხლა იქ ვენსის გამოსვლა, აი პარალელები რო გავავლოთ. აქ მარტო ამ შემთხვევაში შოკი ქონდა წული. და სხვათა შორის ჩვენ ისტერიკას ხედავდით ბოლო 3 წელია რუსეთი რო ეს არის კაცობრიობის მტერი რომ თუ რამე ზოგადად აი ფენომენი მტრობისა და როგორ გითხრათ, აი არა ამ ქვეყნიური მოვლენა ბოროტების ზოგადად ფენომენად აღიარეს რუსეთი და რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატები გამოაცხადეს მტრად, რახან ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა რაღაცნაირად ეს მსოფლიო ქაოსი დაესრულებინათ, ну ამ შემთხვევაში უკრაინაზეა, მაგრამ მანდ არა მარტო უკრაინაზეა, ლაპარაკი ახლო აღმოსავლეთზეც და ასე შემდეგ, ხო? და სუნი დგას რაღაცა კიდე უფრო დიდის, დავით. მე ვფიქრობ თუ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლომდე ვერ მოახერხა ამათი ასე ვთქვათ ალაგმა რის ნიშნებსაც ახლა ჩვენ ვხედავთ არ არის გამორიცხული ევროკავშირმა კიდევ ერთხელ რაღაცა ისეთი გამოაცხოს ამ შემთხვევაში მე როგორც საქართველოს მოქალაქე კავკასიაზე და საქართველოზე ვდარდობ და ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ საქართველოში და კავკასიაში და ამ შემდეგ და წეგან ჩვენ ხაზი რასაც გაუსვით გახარიასა და სალომეს და ძმანი მათნი რომ მოძრაობენ ამ კონფერენციებზე და რაღაცა მე და რაღაც ძალიან საეჭოდ მომეჩვენა მათი თვითდაჯერებულობა ამ თითქოს რაღაცა ამის ირგვლივ და ის კვერცხების სროლაც აეროპორტში მე მივხედავ იმისა რომ
მე პირადად მაგალითად არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ უარესს იმსახურებენ ესენი და ის უარესი სანამ არ დამდგარა დღის წესრიგში და სანამ ქართულ ხალხს მართლა არ შეუსრულებია ამათვის ხელისუფლებამ უნდა დააჩქაროს პროცესები მათი იზოლაციისა და მათი დანაშაულებების გამოძიებისა და იმ გისოსებს მიღება მათი ჩამწყვეტის. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უარესიც დადგება. ოღონდ აქ მე არ მომეწონა ერთია, მაგრამ ეს იყო რეაქცია ქართველი ხალხის და რატომღაც მე არ მჯერა, რომ ეხლა ამათ უკან მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ბევრი შემედავება, რომ აბა უცნებას რო არ უნდოდეს იქ კვერცხებით ვინ შეგიშვებდა და ამჟამად არიან ხალხი, ვისაც რაღაცა ასე ვთქვათ მაჯაზე უდევს ხელი და გრძნობენ საფრთხეებს, პირადად მეც საფრთხედ მიმაჩნია აი ესე გადაბმული ურთიერთობები კონფერენციის შემდეგ დღემდე და მათი განცხადებები სხვათა შორის და მიუხედავად იმისა, რომ არჩეული პრეზიდენტი ყავს და ასე შემდეგ, სალომე ზურაბიშვილის ერთადერთ ლეგიტიმურ ესე პრეზიდენტად მათი წარმოჩენის ეს არის ინდიკატორი რა სად არიან. ყურეთ, ამას ტყუილად არ იტყო, ამას ტყუილად ბოდიშ ჟარგონის არ აწვევიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხდება, ცდილობენ ორ ხელისუფლებიანობას საქართველოში პარალელურ რეჟიმში, რითაც ალბათ დაასრულებენ ჩვენ სახელმწიფოებრიობას და რისი იმედიც ნამდვილად არ მაქვს, რომ ამას შეძლებენ. ხო, ეს არ მგონია გამოუვიდეთ. აქ ასევე რა ეხლა რაც შეეხება დავით ბუდის გიხდი იქ პარიზში, ეხლა უყურეთ ის 11 იყვნენ, ხო, პარიზში იმასთან მაკრონთან როცა ის შედგა შეხვედრა და სადაც ფაქტიურად ანტიტრამპისტული დემარშისტული რაღაც განცხადებები გაკეთდა და ანუ ზადვართო უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ანუ ეს რაღაცა ცუდად მომხდა. ერთადერთი ჯორჯია მელონი იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, უნდა გავითვალისწინოთ ტრამპის კი ბატონო და ნუ გამოდიხართ მშვიდობის წინააღმდეგო და მე მზადვართ გრძელვადიანი მშვიდობის თუ ყურში მოხდა ძალიან ცუდად დავით და რატო? განა უზრუნველყოფთ ამ მშვიდობიან. ანუ ჯანდაბას იყოს მშვიდობაო. ამითაც გამოიკვეთა ის რომ მთავარი ასე ვთქვათ წამქეზებლები ამ ომში, რა თქმა უნდა, თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაციის წაქეზებით იყო ევროპა. კი ბატონო. თავად ევროპაში არ არის კარგი ვითარება ამ კუთხით, ანუ პოლიტიკური კუთხით. ერთი ერთს მიერეკება, მეორეს, ანუ ვერ პოულობენ საერთო გამოსავალს. ნერვიულობენ, ანუ ეს ნერვოზულობა აშკარა არის განსაკუთრებით ამ რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ. ახლა კიდე ექნებათ რაღაცა წიაღსვლები, უბრალოდ ვერ ასწრებენ, ვერ ეწევიან, აი აშკარად იგრძნობა რომ აქვთ პოლიტიკური გიპერტონია. ან წნევა აქვთ აწეული, გნებავთ არტერიული, გნებავთ დიასტოლური, აი უფრო გასაგები რო იყოს ტელემაყურებლისთვის რა არის ეს დიასტოლური წნევა, ან გულის სკუნთი იკუმშება. ფუნქციას კი ასრულებს, მაგრამ არ მშვიდდება. ან დამშვიდებას არ ეშვება. ხო, აი დაახლოებით ასეთი სიტუაცია აქვთ, ან ცუდი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ვერც ჩერდებიან. აკვიატება აქვთ. ხო და თვითონ სურვილი აქვთ თან თავად, ამბობენ, რომ უკრაინას უნდა დაეხმარონ, მაგრამ სხვა შიში აქვთ. რადგან რუსეთს ვერ უგებენ მენტალურად და იციან რა რომ უკრაინა აუცილებლად წააგებს, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს უკვე პატრუშევის სიტყვებია. აი გუშინ გამოვიდა ინტერვიუ მისცა, მაპატიეთ და პირდაპირ თქვა რომ ბიზაგավորაჩნა она проиграет რუსულად თქვა რა, ანუ ყოველ მიზეს გარეშე რუსეთი მოიგებს და უკრაინა წააგებს. ეხლა პატრუშევი რო ამას იტყვის ეს თავდაჯერებულად, ეხლა ეს რა ვიცი, არ ვფიქრობ რომ ხელწამოსაკრავი არის. ამათ ჩვენ ლიბერალებს აქ და ამ გლობალისტებს რო უყურებთ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ანუ რუსეთი გონიათ აი ძალიან ესეთი პრიმიტიულად სტერეოტიპებით აზროვნებენ. დღემდე იმას იძახიან, აი 3 დღეში აიღო კიევი, 5 დღეში ვერ აიღო კიევი, აი ესეთი სისულელეებით აქვთ თავი ამოტენილი. ელემენტარულად აი რუკაზე არ დაუხედავთ, დაახლოებით სპილოს, აი ესტონეთის დღეს კიდე ვიღაც ჩინოსნები აკეთებდნენ განცხადებას. გუშინ იყო ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი ეს ქალბატონი აკეთებდა რაღაცა განცხადებას. აი როგორ ხატოვნად, როგორ შეიძლება შევადაროთ? სპილო და რწყილი შეიძლება ერთმანეთს შეადარო?
სამწუხაროდ. აი რუკაზე რო დახედო ასეთი მდგომარეობაა და ვერაცნობიერებენ ამას. ზოგად ქართული პრობლემაა პრინციპში ეს. ეხლა ვიღაცა იქ შოვინისტები ვინც არიან და ულტრანაციონალისტები. შეიძლება მე დამაბრალონ რაღაცა იქ ჩირქი მომცხონ აი პრორუსია, კრემლი ლაპარაკობს ამის პირით და რაღაცა ესეთი სისულელე შეიძლება იქ არ ვიცი სოციალურ ქსელში დაწერონ ან რაღაც, მაგრამ ნუ ადამიანებო ეხლა ვინ ჩემზე კარგად არის ის რუსი ადამიანის როგორც პლუსი ისე მინუსი. მაგრამ რეალობა არის სულ სხვა. ამის წინაშე ჩვენ აუცილებლად დავდგებით. ნახე, ამათი მდგომარეობა დავით არის, აი წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და იმ შემთხვევაში თუ ხავსის გარდა კიდე სხვა რამე, ნუ შეშინებულ დამფრთხალი, მოუსვენარი ჩაყოლას ჩათრევას ჩაყოლაჯობიაო ჩაყოლილი ამ მათთვის დამღოლებ პროცესებში და არის ყველაფერზე წამსულები. ეხლა ჩვენ რო კარგად დავაკვირდეთ ეხლა სინამდვილეში აი მაგალითად აი ხავს რატო ეკიდებიან მან რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია ხო უშაკოვი წლებია და ძალზედ გამოცდილი პიროვნებაა და რაღაც არ ვიცნობ ამ კაცს ლიბერალურ არხებზე უყურებდი და რამის წინ რაღაც გადაცემას და წარმოიდგინეთ სხვა რო ყველაფერი ამოიწურა ამ კაცის იმედი აქვს რომ რაღაცნაირად ანუ უკრაინას არ გაწირავსო და რაღაც გაწირვად არის მონახული და რატომ თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რა ვიცი კარგი ურთიერთობები მოლაპარაკებები ქონდა მაშინ ვიცე-პრეზიდენტ მაშინ ბაიდენი იყო ესე და სავიზო რეჟიმის მოხსნაზე და ასეთ რაღაცებზე იყო ლაპარაკი და ვითომ დასავლური ღირებულებების მატარებელი ადამიანი და ასე შემდეგ არ ვიცი ხა სიგიჟეები სადამდე შეიძლება ასე გაგრძელდეს ვერ გეტყვი უბრალოდ როგორ რაღაცა ბოლოს რო ყველაფერი ამოეწურათ სალაპარაკოდ ბოლოს ის თქვეს რომ ჩვენ დავიცავთ უკრაინასო და თუ კი რუსეთი გაჩერდება და საფრთხეს აღარ შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯარებს ჩავაყენებთო არ დააყოვნეს და თქვეს ნატოს ჯარები მანდ ვერ ჩადგება მეხუთე ასე ვთქვათ მუხლი არ განხორციელდება მიუხედავად ამისა რუსეთის მხრიდან განცხადებები იყო რომ რაღაც წეგან თქვენ ბრძანეთ ევროპული დროშებით რაღაცა ნატოს ჯარებში ჩვენთვის მიუღებელი აქ გასაგებია ამ სიტყვათა წყობა რასაც ნიშნავს ვერავინ ვერ ჩადგება მანდ ნატოს ჯარებს გულისხმობ რა თქმა უნდა და ამას არ ვიცი ახლა რუსეთის მოსალბობად ითქვა თუ რაღაცა განცხადება სხვათა შორის ვენსმაც გააკეთა და კელოგმაც რომ შესაძლოა ჩინური კონტინგენტი ვიხილოთ ან ბრაზილიური არ ვიცი ახლა მან და ხაზგასმა იყო იმისი რომ არავინ არაფრის მაქნისი არ არის რომელ ჯარებზეა ლაპარაკი ახლა გერმანულ ჯარებზე თუ რა ვიცი ახლა რუსები საკმაოდ კარგად გამოსავლის ძიებაში არიან დღეს რა რომ რა გააკეთონ არიცი კი ბატონო მაგრამ რუსები ამას ტყუილა კი არ ამბობენ რომ ჩვენ არ გვინდა იქ ვიხილოთ რომელიმე ქვეყნის თუნდაც ნატოს ქვეყნის მაგრამ არა ნატოს წესდების თანახმად იქ მეხუთე მუხლის და ასე შემდეგ მოქმედებით არაერთ ინტერვიუში მთელი ამ 3 წლის განმავლობაში და უფრო აი ბოლოსკენ, ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსმა მაღალჩინოსნებმა, იქ მე რა ვიცი, მედვედევმა, პატრუშევმა, ნარიშკინმა თუ კი ვინმე აი სპეცსამსახურების ხაზით არის ან თუ რა ვიცი, თავდაცვის მინისტრმა და ასე შემდეგ პუტინმაც ასევე არაერთხელ კარგად დახატა ის ისტორიული სურათი და ის პერსპექტივები და ის სიზმრები, რასაც მთელი რიგი ქვეყნები ხედავენ, რომლებიც ესაზღვრებიან უკრაინას. ანუ რუსი იმიტომ კი არ არის წინააღმდეგი რომ ეს რომელიმე ქვეყანა იქ სამხედრო კონტინგენტს განათავსებს. თუნდაც მით უმეტეს რომ არ იქნება ნატოს წესდების თანახმად იქ მეხუთე მუხლის ამოქმედებიდან უბრალოდ წესრიგს დაიცავს ასე ვთქვათ. რუსებმა გადასარევად იციან რომ ამ ქვეყნებს აქვთ იქ პრეტენზია. რა თქმა უნდა. ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ, რომ ამ соусით ეგრეთ წოდებული შესაძლოა შემდეგ დაიწყონ აი ამ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება. ჯერ მოაწყობენ ადმინისტრაციულ საზღვარს, მერე განთავსდებიან იქ, დააგებენ ბოლონიურ მავთულ ხარტებს, პირობითად რაღაცებს, შეიძლება დენიც მიაერთონ იქ. მოაწყობენ საზღვარს, აი როგორც ბერლინი იყო საოკუპაციო ზონებად გაყოფილი 4 ზონად. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს, მერე პოლონეთი იტყვის რომ მე აქ მინდა ლვოვი და უშგოროდი, მაპატიეთ უშგოროდი უნგრეთს შეიძლება მოუნდეს,
იქ რუმინეთი იტყვის, რომ მე აქ ის კუნძული მინდა ზმეენი, რომელიც ბოლო მომენტამდე დავა ქონდა უკრაინასთან იქ ამტკიცებდნენ შელფია თუ არა. და მთელი რა ვიცი, ვინც არიან ბულგარეთის დეპუტატებიც, ცალკეული დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ ჩვენს გვეკუთვნის იქ წილიო. უკრაინის მიწებზეო. ან წარმოგიდგენიათ ხო? ამაზე დავით წინა გადაცემებში ჩვენ ვილაპარაკეთ და ალბათ მე შევეხებით საქართველოს მდგომარეობასაც. ფაქტ-ჩეკერებმა ის მონაკვეთი, სადაც საუბრობთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ პრეტენზიები უკრაინასთან მიმართებაში და რაღაცა იმად სიცრუედ მოგვინათლეს და ის ანუ Facebook-დან ისევ არ ვიცი, ცენზურა მეგონა რომ აღარ იყო, მთლიანად წაშალეს ეს ისა. რისი თქმა მინდა იცით? რა თქმა უნდა და იქ მაგალითად იყო რომ ეს გამაგრებულია რაღაც სხვადასხვა ხელშეკრულებებით და ერთმანეთს საზღვრებს აღიარებს და რაზეა ლაპარაკი ახალი მსოფლიო გადანაწილება მიდის საერთოდ გაქრა უკრაინის ისა ქვეყანა ლამის და რა თქმა უნდა ყველას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენა სხვადასხვა შემაკავებელი ფაქტორები არის თორე ის რომ პრეტენზიები აქვს ერთმანეთის მიმართ და სურვილი აქვს და ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ ამისთვის თუ კი ეს ისე დალაგდა როგორც ახლა პერიოდ ჩანს ამას ორი აზრი ამაში არ არსებობს. ჩვენ ახლა არ დაგვაუწეს რომ გაჟღერდა ინფორმაცია სხვა წყაროებიდან რომ შესაძლებელია შეერთებულმა შტატებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჯარები გაიყვანოს. ნახეთ უყურე როგორ არის და საშიშები სად მიმყავს ახლა საუბარი. ის გახარია და სალომე საშიშები რატომ არიან? ახლა ეს ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ რომ ის მოსალოდნელი რუსეთთან დაპირისპირება მათ რაც ამ შემთხვევაში ელოდება თუ კი წინააღმდეგობას გაუწევენ მიმდინარე მოვლენებს იმ ბუნებრივ კალაპოტში ჩასმას თუ შეეწინააღმდეგებიან ეს იქნება გარდაუვალი და ცეცხლის გადმოტანას ცდილობენ დავით საქართველოში. რატომღაც ძალიან ცუდად მენიშნა, წერან ჩვენ გადაცემის დაწყებამდე საუბრობთ, მე უბრალოდ არ მახსოვს იმ პიროვნების ანალიტიკოსია თუ ვიღაცა, რომელმაც დადო სოციალურ ქსელებში, რომ ამერიკაც მტერიაო ევროკავშირისო და ევროკავშირმა ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთო ჩვენ თავსო დასაწყებია ახალი ბრძოლაო და ეს ბრძოლა უნდა დაიწყოს საქართველოსთან. ახლა არის ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველი ტერე ჰელანდი. ამ X პლატფორმაზე და ხო არ გენიშნათ დავით ეს რაღაცა ეს შემთხვევით ნათქვამი არ არის და მე არაერთხელ მithქვამს რომ ჯერჯერობით აქ არაფერი არ დასრულებულა ძალიან სახიფათოა საქართველოში ისევ მდგომარეობა და ვიდრე რაიმე საბოლოოდ არ გადაწყდება და ამ რუსეთ შეერთებული შტატების მოლაპარაკებების შემდეგაც ეს მთელი პროცესებია ხო უკრაინის მაგალითზე ვთქვით რომ ჯერ უნდა ამას ამბობს რომ საქართველოა ახლა ჩვენი საბრძოლო ველიო ანუ აქ ასევე გულისხმობს აქ იკითხება სტრიქონებს შორის რომ ჩვენ ახლა საქართველოს ძალისმიერი მეთოდით უნდა შევათრიოთ ჩვენ წინაშე. არ ამკითხე მოამბესავით ის როთიც ახლა ეს არ მყავდეს როლანდ რეიგანი ახლა გამოხდა და რა ხდება საქართველოს კვერცხები რო სალომეს კვერცხებს ესურია. ნუ კვერცხებზე განცდები აქ ამ კაცო. თელი ყურადღება მოპყრობილია დღეს საქართველოსზე და ღმერთმა არქნას მე არ მინდა ეს დავიჯერო რომ სალომესგან არაფერი არ არის მოსალოდნელი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ გახარიაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ დონის ნაძირალა არ მგონია რომ მსგავს მოძრაობებს ჩაუდგეს სათავეში თუმცა კვერცხების როლა რაღაცის მანიშნებელი იყო რომ შეიძლება მსგავს რამეს აწყობდნენ ანუ ვიღაცას ხო უნდა დაეყრდონ ფაქტიურად ეს ნაცხოვროა ხო ფაქტიურად არის არ ვიცი აი დეგრადე რაღაც აი განულებული რაღაცა ადამიანთა ერთობა და დღეს თუ რაიმე ჯანსაღად გამოიყურება დასავლეთის თვალში არის გახარია თანაც პარლამენტში შესული და ყოველ შემთხვევაში სერიოზული წინააღმდეგობის გამწევად მიაჩნიათ ქართული ოცნებისთვის და აუცილებლად შეეცდებიან მაგის გამოყენებას კიდევ ერთხელ არევისთვის ქვეყანაში რასაც იმედია აღკვეთენ აღკვეთს ქართული სახელმწიფო სამართალდამცავებთან ერთად. ნუ კი ეს რა თქმა უნდა გამოჩნდება თუმცა მინდა გითხრათ რომ ამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ნუ კულისებში დაბოდიალობდნენ ესენი ზურაბიშვილი და გახარია და ერთი ფოტო იდო სადაც დიდი ისეთი გაღიმებული ფეისებით ან სახეებით თვალებში შესწინებდნენ ერთმანეთს გახარია და არც მეტი არც ნაკლები სომხეთის პრემიერ-მინისტრი პაშინიანი. ეს რაზე შეიძლება მეტყოლებდეს. ანუ რაღაც ხადარიქს იჭერს ხო, ანუ პაშინიანი როგორც ამათ შევიათ სურათებით მესიჯების გამოშვება
ჩვენ გვახსოვს რომ როცა სააკაშვილი ტრამპს ვიცნობოდა რაც ჰოლში დაიჭერდა და გადაიღებდა სურათებს და მიუხედავად იმისა რომ მაშინდელ სააკაშვილის გავლენებთან ახლოსაც ვერ მივლენ ახლა ესენი ეს სურათების გადაღება ბევრზე არაფერზე მეტყველებს თუმცა ნიშანდობლივი და ყურადსაღებია რატომ მოისურვა მაინც პაშინიანთან სურათებზე რას გვეუბნება ამით სწორედ ამას აღწერდი რომ არ არის გამორიცხული მზადდებოდეს კიდევ ერთი გადატრიალება ეს მაიდანი ჩაიშალა თბილისური მაიდანი მაგრამ ალბათ მოიფიქრებენ სხვა რამეს ჩვენ ახლა ნახეთ შეიქმნა ახალი მოძრაობა სოციალური დემოკრატიისათვის თუ სწორად მახსოვს სადაც ეს ლორდ ქიფანიძე და ასე შემდეგ ასე მენაბდე და ესენი ხო მაისურაძე და ესენი აბსოლუტურად აი როგორი რაღაცა იცით ლიბერალური ნაღები აი გენდერული თეორიებისა და აი შესისო ხორცებული რო აქვს და თვითონ რო წარმოადგენენ უკვე და ორგანიზაცია შეიქმნა რომელიც ეხლავე აცხადებს რომ სოციალურ პრობლემებზე ზრუნვა კი არ არისო ჩვენი ისა მიუხედავად იმისა რომ დაერქვეს სოციალ-დემოკრატებისთვის სოციალურ-დემოკრატისთვის ხო ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ის ფლანგი რომელიც ეხლა არის წინააღმდეგობაში მოსული ხელისუფლებასთან და ერთხელ და სამუდამოდ დავამხოთ ეს ხელისუფლებაო ეხლა მე მეჩვენება დავით რომ ის USAID-ის არხების ჩაჭრის შემდეგ რაღაცნაირად გადატვირთვა ხდება ამ არხებისა და ხელმეურედ ხდება აი ამ მსგავსი თემების დაკომპლექტება არ არის გამორიცხული ამას ხელი შეუწყოს ტრამპის ადმინისტრაციამაც იმიტომ რომ ყველა სჭირდება თავისი საწეცები და აი ნახეთ ახალი ორგანიზაცია შეიქმნა ახლა ამას ალბათ უკვე ეყოლება თავისი დამფინანსებლები ან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ან ევროპიდან და ესენი ნელ-ნელა გადაფორმატირდებიან და ისევ სადაც ფულის სუნი დადგება იქ იდგებიან ესენიც ესე ამათ ვერაფერი ვერ შეცვლა ნუ რადგან ახსენეთ ეს თემა აქვე მინდა უბრალოდ ისეთი ინფორმაციის სახით თქვა დღეს იყო არაერთ საინფორმაციო სააგენტოს ედო ცნობა იმის შესახებ რომ 1 მაისიდან აღდგება საქართველოს და აზერბაიჯანის შორის სარკინიგზო მიმოსვლა სამოქალაქო ან შტადლერის რკინიგზა გაეშვება და იმოძრავებს ეს შემადგენლობა. სხვათა შორის იმ ფონზე როცა საზღვრები დაკეტილი ქონდა ეს ძალიან სახურად და რატო ვახსენე ეს ანუ არ გაინტერესებთ მიზეზი მთელი ამ 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე რატო იყო ეს დაკეტილი. ოფიციალური გადაწყვეტილებით აზერბაიჯანულმა მხარემ პანდემიასთან დაკავშირებით მიიღო ეს რომ ეს ვირუსის გავრცელება არ მომხდარიყო საკარანტინო პირობები ყოფილიყო დაცული და ასე შემდეგ მხოლოდ ავიაციით ერთი რეისი ნუ ბაქოზე არის ახლა ვისაც შეძლებული ხალხი ბიზნესმენები დაფრინავენ თვითფრინავი და ეს სარკინიგზო მიმოსვლა სამოქალაქო შემადგენლობის გაჩერებული იყო სინამდვილეში ნუ ახლა როგორც ამბობენ ახლა რაღაც სველი ბეჭდით და ხელმოწერით მტკიცებულებას ვერ მოვიტან მაგრამ ჩემი წყაროების ცნობით საზღვარზე უფრთხოდნენ ფულის გადატანას. მატარებლით. ვის რა ფული უნდა გადაეტანა, აი ასეთ მოწესრიგებულად, რა ვიცი, დაგეგმილად პირებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით გადაიტანდნენ, თქვა, სახსრებს, ინსტრუქტაჟს, ინსტრუქციებს, რომ ძირი გამოეთხარათ ალიევის ხელისუფლებისთვის. აი ეს იყო ბაქოს ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაკეტილი სამოქალაქო მოძრაობა რკინიგზა. ვიღაცა შეიძლება ამ ეს დაუჯერებელ ფაქტად ეჩვენებოდეს, მაგრამ იმ ფონზე როცა აი გამოაშკარება მოხდა და USAID-ის ამ არხების გაჩერება და ასე შემდეგ თამთა მიქელაძე და დარჩიაშვილი და ესენი გამოდიან და ტრამპს ფაშისტს და დედის მიმართულებით გინებით და ასე შემდეგ მოიხსენიებენ რა გასაკვირია რომ ალიევის წინააღმდეგ მათი ხელით ყოფილიყოს განხორციელებული ნუ აქ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელებზე იქნებოდა რა თქმა უნდა ლაპარაკი რომლებსაც ალბათ ტრენინგებს ეს ნაძირლები უტარებდნენ და ასე შემდეგ და ეს ოფიციალური მართლა მხარე იყო კორონავირუსთან დაკავშირებული საზღვრის დაკეტვა თუმცა არავინ არ მალავდა რატომაც იქნა ეს გადაკეტილი ეს არხები და როგორც ჩანს ამ საფრთხემ აშკარად იკლო აზერბაიჯანისთვის და ზოგადად კავკასიაში და მსოფლიოში ჩვენ მაგ პროცესებს ხედავთ და საფრთხე თუ მოხსნილია რა თქმა უნდა საზღვრებიც გაიხსნება და ეს რკინიგზის ისიც ალბათ კიდევ ერთხელ მაგისი დამადასტურებელი ისა
ნიშანია. კი ბატონო, მარკო რუბიომაც თქვა, ანუ აი უბრუნდებით იმ რიაჩი გამართულ შეხვედრას, პირველ შეხვედრას. დღევანდელი დღე გრძელი და რთული გზის პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ну, შეფასებებია, პრინციპში ლავროვმა პირდაპირ ვერ დამაკმაყოფილება. ну, რუბიო ამბობს ასეთ რამეს, რომ კონფლიქტის დასრულებაზე წინასწარ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, ამის შესახებ საუბრობს ეს კაცი და სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ისეთი რაღაცეებია, რაც მძიმე და დიპლომატიით ხდება დახურულ ოთახებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს პროცესი ჯერ იქნება, მაგრამ გაჟონა ასევე პრესაში ინფორმაციამ, რომ ამერიკელებს სურთ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ აღდგომისთვის. წელს ვიცით, რომ აღდგომა ემთხვევა, როგორც მართლმადიდებლური კათოლიკური, შესაბამისად, ახლა აქვთ ამის სურვილი, რომ ცეცხლი შეწყდეს. მაგრამ ზელენსკის ეს კონვულსიები, რაც წუხილები აქვს და ახლა მჭხიბაობს და პრინციპში ეჭვიანობა აქვს ახლა ესეთი მოჭარბებული, ამბობს, რომ პუტინი შეიძლება ამას ეცადოს 9 მაისისთვის. და ისიც ვიცით, რომ მან დაპატიჟა დონალდ ტრამპი, წელს არის 80 წლის თავი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამამულო ომია პრინციპში ჩვენთვის. 300,000 კაცი ყავს დაღუპული და ვფიქრობ, რომ მათ ხსოვნას შესაბამისი პატივგება არ აქვს, ან ადრე თუ ქონდა, ახლა აღარ აქვს. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ უნდა თაობისთვის გამოეცვალათ, ასე ვთქვათ, ისტორია გადაეწერათ, რომ ეს მეხსიერება ამოშამთულიყო. ხო და ტრამპი ისეთი ექსცენტრიული პოლიტიკოსია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მართლაც ნახოთ, რომ ჩავიდეს იქ. მოსკოვში. კი ბატონო, არაფერი არ არის დავით გამორიცხული. ესე იგი, ნახე, თუ არ ვწდები შარშან აღდგომას იყო, როცა პუტინმა და რუსეთის ასე იგი ხელისუფლებამ შესთავაზა უკრაინას ერთი დღით აღდგომა დღეს გაეჩერებინა ცეცხლი და ეს ტყვეების გაცვლა ყოფილიყოს და როგორი ირონიით უპასუხეს, რომ მაგას ახლა რუსეთს უნდა ამოისუნთქოსო და არანაირი ასე ვთქვათ ღვთისმიერი მარცვალი იქით ამ ხარეს არ დევს. თუ კი ეს ტრამპმა გააკეთა ეს განცხადება აღდგომასთან დაკავშირებით, ზუსტად იცის რას ამბობს, იმიტომ რომ აქეთ ეს რელიგიური გზნობები მაღალ დონეზეა წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ აღდგომის დღეს თუ დაემთხვევა, ამით ალბათ თვითონ რუსეთის ფედერაციაც კმაყოფილი იქნება და სხვა ყველა დანარჩენიც, ხო? არ შეიძლება უბრალოდ ეხლა ჩვენ გვახსოვს, როცა უსახელო ჯარისკაცის იმის აღება უნდა თქვა, ჩვენ ხო და იმ 90 და 100 წლის ომის ვეტერნებს დასცინოდნენ და არ ვიცი, რა სისაძაგლე არ ჩაიდინეს და იმედი მაქვს, რომ ეს მიმართულებაც გამოსწორდება და ღირსეულ პატივს მივაგებთ სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მოსახლეობასთან და პროცენტულად მიმართებაში საქართველოს გაიყვამ სამამულო ომში და ეხლა ეს გასაკვირიც არ არის ბოლო-ბოლო სტალინი და ბერია ედგნენ სათავეში ამ ყველაფერს და აღტკინებაც მეტი იყო ქართველების მხრიდან და ამის ესე მივიწყება და რაღაცა უკანა ფლანგზე გადატანა მიუხედავად იმისა, რომ თითოეულა მართლა ხელზე სატარებელი ბაბუები შემოგჩა, ხო, ვისაც შეიძლება მოვეფეროთ და რაღაცა ტკბილად მოვიხსენიოთ, ხო? არც ის არ არის გამოსარიცხი, თუნდაც წელსვე რაღაც საქართველოსდან დელეგაციაც იყოს წარმოდგენილი, არ არის მაინც რაღაც დიპურტირება არ არის და სამთავრობო მხრიდან არ იქნება ორგანიზაციები ან სხვა პარტიები იქნენ წარმოდგენილი და ასე შემდეგ, რომ სადღაც ქართული საქართველოს დამოკიდებულება პირველ რიგში ქართული ესე იგი გმირების მიმართ და მე ზოგადად ამ ფაშიზმის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ ხელამ მსხვერპლს ხო ამას პატივის მიგება უნდა და ჩვენი ადგილი უნდა გქონდეს ასეთ იმაში და 9 მაისი სხვათა შორის ეს არის არ ვიცი თუ 8-ში აღნიშნავს დანარჩენი მსოფლიო მაგრამ როგორ აღნიშნავენ კი ვხედავთ და 9 მაისი თითქოს ცენტრი გახდა ანტიფაშისტური მოძრაობისა რუსეთი და 9 მაისი არის სწორედ ის დღე სადაც მთელი მსოფლიო ცივილური სამყარო როგორც ამათ შევიათ ხოლმე მაგის თქმა იქ იყოს წარმოდგენილი ქართველებთან ერთად იქ ეხლა დავით თუ გვაქვს ესე იგი ერთი ესეთი იმას მინდა შევეხო
მზეა ამაღლებულის, წმინდა მზეა ამაღლებულის, როგორც იმან ეტალონის წამყვანმა დაარქვა, შიმშილობა შეწყვიტა დავით და ეს იყო, ესე იგი, ისეთ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, და ნახე საფუძვლად რა დაედო, რაღაცა ხო უნდა ეთქვა და ბათუმში გარდაცვლილი და უსამძიმრები ჭირის უფლის ოჯახს და ჩვენ ნახეთ ამ დღეებში ჟურნალისტები როგორ დაეხვინენ კრაზანებებით ძლივს მოიკახარებულები ესეთი სიხარული ემჩნეოდა ჟურნალისტს ნუ არ წარმოუდგენელი ამ ორი გარდაცვლილი ბავშვის ფონზეო მე რამე შიმშილებაო რაღა დროს ჩემი შიმშილობა არისო და წყვეტო რომ კიდევ უფრო დიდი ენერგიით შეუტიოთ ხელისუფლებას წარმოგიდგენიათ დავით რომ არ შიმშილობდე შეიძლება ადამიანმა შიმშილობაც დაიწყო ესეთი დიდი უბედურება მოხდა და ასე ვთქვათ რავი შეიძლება თვითკვლევამდეც მიხვიდე ეს როგორ შეემთხვა თუ გაიაზრებ იმ ოჯახის ტრაგედიას და ჩვენ არაერთი ტრაგედიები ვნახეთ ეხლა ხანს იყო კიდე 5 თუ 6 დედმამიშვილის გარდაც ხო და ამ დროს ეს გამოდის რომ მე ამის გამოვწყვეტ ნუ სული ფარსი და რაღაცა შიმშილობას რაც ეხება ნუ კი გასაგებია თვითონ აი ეს რასაც თქვენ ბრძანებთ ეს ყველაფერი ნუ პრინციპი არა ამისთვის ამის გამოყენება ამ ამბის წარმოგიდგენია ესმის ფიქრობ რომ ახლა ეს ჩემი აზრია შეიძლება მაგრამ აი სწორედ იმ პარტიათა თუ რა ვიცი აი ამ ოპოზიციის წარმომადგენლების მიწოდებული ეგრეთ წოდებული გზავნილია რომ ამ ეტაპზე ჯობდა ალბათ მას შიმშილობა შეეწყვეტა მაგრამ რო არ შეეწყვიტა შიმშილობა აქ არის საინტერესო მომენტი და არ შემეძლია არ თქვა ახლა შიმშილობა არის ადამიანის პროტესტის გამოხატვის ესეთი მძიმე ფორმა და არაერთი ჩანაწერია კანონმდებლობაში, კონვენციებში, ახლა არის ხო მაგალითად ადამიანი რომელიც თავს იკლავს, ხო მასეც მის წინააღმდეგ აღიძრება სისხლის კი ბატონო სამართლის კონკრეტული მუხლი ესადაგება და ანუ კაცი რომ ხო კაცი თავს იკლავს მე შეიძლება გაასამართლო თვითკვლელობის მცდელობის გამო მაგრამ აქ როდესაც საკითხი დგას პროტესტზე ბევრი ბჭობა იყო ამაზე იქ კიდევ ვიმეორებ არაერთ კონვენციაში თუ კანონში არის ეს ჩადებული რომ წყვეტდნენ შეიძლებოდა დაერთოთნება მოშიმშილისთვის შიმშილობის გაგრძელებაზე თუ უნდა შეეწყვიტა და ასე შემდეგ მაგრამ აქ არის აი საინტერესო რა გახლავთ პრეცედენტი არსებობს იძულებითი კვების ანუ მოგეხსენებათ რომ როდესაც ადამიანი შიმშილობს 2 კვირა იქნება თუ 3 კვირა იქნება იქ რამდენიმე ვარიანტია თუ წყლით აგრძელებს ანუ წყალს იღებს უფრო დიდხანს შეიძლება რომ გაუწყლოვება არ დაემართოს აი მარტივად ხო დიაბეტიკს კანი რო გაუსინჯო ეს კანი თუ არ ჩაიჩუტება ესე იგი იქ უკვე ანუ წყლის ნაკლებობა უჯრედის დონეზე მაგრამ თუ მშრალი შიმშილობა ადამიანი ნაკლები პერიოდი ძლებს და საკითხი დგას ასე უნდა მოხდეს თუ არა ამ ადამიანის ამ ცილოვანი შიმშილის გამოსარიცხად უკვე იძულებით რომ მიაწოდო საკვები. და აი პრეცედენტზე ვსაუბრობდი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2005 წელს ეს მოხდა ესეთი შემთხვევა, ნევმერჟიცკის საქმე არის, ეს არის ნომერი აქვს 548/25/00. ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მიუთითა, რომ ზომა როგორიც არის იძულებითი კვება, ანუ აი მოშიმშილეს რო ძალით, არ ვიცი, ახლა გაკოჭავენ, სმირიწილინა რუბაშკას, ნუ რუბახას თუ როგორც ქვია, ფსიქიატრიულებში რო ჩააცმევენ, ნუ დაიჭერენ ეს ერთი სიტყვით და არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახავი. ეს იძულებითი კვება, თუ კი ის აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ასე რომ ხო, ანუ ამ ქალბატონს რომ ეხლა თავად არ შეეწყვიტა შიმშილობა და თუ ექიმები აი ეს ჯგუფი ვინც იქნებოდა 2 კაცი თუ 3 კაცი ნახავდნენ რომ ამ ადამიანს უკვე პრობლემა აქვს ხო შეიძლება ლეტალურად დასრულდეს მისი სიცოცხლე ამიტომ მოიმოქმედებდნენ იმას რომ იძულებით ან ზონდი არსებობს სპეციალური და ზონდით რაღაც პროტეინებით მასას ჩაუშვებდნენ საღლაპავში ანუ ამის პრეცედენტი არსებობს ხო და ნუ აი ერთი აი ბოლო 30 წლის განმავლობაში შეგიძლია გამახსენო ნაც მოძრაობის ასე ვთქვათ გულმხურვალე მხარდამჭერებიდან
და თანამედროვე ახლა პერიოდში ამ ლიბერალური ფრთიდან, როცა ვიღაცამ გადაწყვიტა შიმშილობა და იშიმშილა ბოლომდე. და ის მოკლედ მომაკვდავი და რაღაცა უგონო მდგომარეობაში და ასე შემდეგ. სხვა მე ბევრი მინახია. ტრადიციული ეროვნულად მოაზრე ადამიანები ზოგმა ბენზინი გადაიწვა და თავი გადაისხა და თავი დაიწვა, ზოგმა არ ვიცი რა და რა. ამათ მაგის ერთი ადგილიც არა აქვს, რომ იმ თავიანთი იდეისთვის თუ მართლა რამე იდეა გააჩნიათ გარდა სიბინძურისა, ესე იგი შიმშილობა განახორციელონ ბოლომდე და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო სივრცის ათვისებას, ფაქტიურად საინფორმაციო სივრცის გაუპატიურებას, აი პირდაპირ დავარქვათ, გაჟღენთილია ამათი შიმშილობებით, აი უბრალოდ დავით სტანდარტები ხო არსებობს, აი ყაჩაღი, ან კოლელი, ან არის ელემენტარულად ქურდი, რომელმაც გაქურდა რაღაც, ხო? დადგა ციხეში და დაიწყო შიმშილობა. გამოსავალი, აი აქვს ხელისუფლებას იმის გამოსავალი, რომ გაუშვას შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან? არა, რაიმე აქტი არის? ნახეთ, გიორგი, ადრე თუ გახსოვთ, რომ როდესაც ყოფილა შემთხვევები, ბოლოს და ბოლოს პატრიარქს მიუმართავს და მისი ხათრით, მისი რიდით და პატივისცემით შეუწყვეტიათ. მაგრამ ახლა იმ დონეზე მოახდინეს ამ გლობალისტებმა და ლიბერალებმა, თუნდაც ამ ინსტიტუტის რაც მე უკვე სოციოლოგიურ კვლევებში პირველი ადგილიდან მეორე ადგილზე ჩამოწიეს, ესეც ხელოვნურად გააკეთეს, იმიტომ რომ ასე აწყობდათ. აი ასეთი ტიპის გლობალისტები, ვინც ახლა შიმშილობენ, ისინი რა თქმა უნდა არ გაითვალისწინებენ პატრიარქის მოწოდებას. და პირველ რიგში რას ხუსვამ ხასდავთ, იმიტომ რომ ეგენი არ შიმშილობენ, მოდი პირდაპირ გეტყვით, ესენი რაღაც 15-20 დღიან თუ რა. ეხლა სააკაშვილის შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს პატრიარქმა სთხოვა, მაშინ მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და ეს დევგმირი ადამიანი უარყო პატრიარქის თხოვნა და გააგრძელა შიმშილობა, თურმე კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, დიეტაზია, იოგურტებს ჭამდა. ეხლა მზია ამაღლობელზე, არ ვიცი, შეიძლება მართლა შიმშილობდა მაგაზე, არა, მე გულისხმობ რას. როცა შიმშილობას იწყებს დავით ადამიანი მიზანი რა არის და იმ მიზანის მიუღწევლობის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დააყენოს. ხო არის ეს თავიდანვე გათვლილი, არა? მე ახლა დავიწყე შიმშილობა, ქართულ ოცნებას მოუწოდებ ფარხმალი დაყაროს და გამასწრონ აეროპორტში. თუ არა და აი ჩავიკეტები ახლა ოთახებში შიმშილობა. აი თუ ეს არ გააკეთა რას ვაკეთებ მე? მე შევწყვიტავ? აი ვის ვაშინებ, რა ხდება ეს, რასთან გვაქვს საქმე? მაგაზე მაქვს ლაპარაკი, ამათი შიმშილობები და ესე იგი, ესე მკვლელმა რო იშიმშილოს უნდა ანუ სტანდარტი ხო არის მკვლელისთვისაც და რავი პატიმრისთვისაც და ასე სტანდარტი არის სტანდარტი. ესე სამართლებრივად მზია ამაღლობელის შიმშილობა გამოსაშვები ფაქტორია ციხიდან და მკვლელის და ყაჩაღის და არ ვიცი კაცი ჭამიას შიმშილობა არ არის? ეგ სხვადასხვა სტანდარტია? თუ როგორ არის? თუ ამათ არ ეხებათ კანონები თუ როგორ არის საქმე. მაგრამ უბედურება მაგაშია, რომ მე კიდევ სპეციალურად კითხეთ, ერთ ადამიანს ვერ დამისახელებს ვინმე ამათი რიგებიდან ამ ლიბერალური ფრთის, ანტისახელმწიფოებრივი ფრთის, ყოველგვარი ქართულის მწერების ფრთიდან, რომ ვინმე ისიმში ჩვენ ხოშტარიას შიმშილის გვახსოვს და ალბათ ის სისხლიანი რუბლებით რო ქონდა ჯიბე გავსებული, ვეღარ მოითმინა და მე ისე არ არსებობს ეს რომ მიუშვას ხელისუფლება შეუძლებელია ამათმა რაიმე მიიყვანონ იმ ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჩვეულებრივად გარდაცვალება ქვია მე. თუ არ მიაქცია და თქვენ სწორად ბრძანეთ. ასეთ შემთხვევაში მე სახელმწიფო ალბათ პრეცედენტის დაშვებულია და ალბათ ქართული სახელმწიფოს მაგას იმოქმედებდა გადასხმებზე ან ხელოვნურად შეყვანაზე საკვების ან რაღაცა მსგავს. მაგას არ დაუშვებს ახლა ქართული სახელმწიფო, რომ ვიღაცამ შიმშილით მოიკლას, მაგრამ პრეცედენტი ხო უნდა იყოს. რომ ვიღაცამ რაღაცა და მართლა გული შევტკიოდეს. მართლა ირონიით უყურებ მე ამათ შიმშილობებს, გონია რომ გასახდომი პროცედურა, რაღაც სპა პროცედურები აქვს იქ და მე ეხლა მთელი სამედიცინო სამსახურე ფეხზე დადგა, გადაიყვა ეს ეხლა და აღდგენითი მთელ მასაჟებს და ალბათ ყვებით პროგრამებს და სად აქვს რომელ პატიმარს აქვს გავსი ესე ყურადღება მითხრას ერთი ვინმე გარდა ამ ნაძირლებისა, რომლებსაც მთელი დასავლეთი პატრონობს, შიმშილობს პატრონობენ. კარგად არის პატრონობენ, გლანძღავენ პატრონობენ. ანუ კაცკლავენ პატრონობენ. არ ვიცი ხდებაო ზეგო რო ამბობდნენ? აი ხომ დემენცია. ეს განკურნებადი ყოფილა სამედიცინო იმაში ახალი ის შევიდა უკვე რა. ამიტომ ასეთი პოლიტიკური შიმშილობის დროს ფიქრობ რომ ზონდი და სფინქტერის გახსნა დავით არავინ არ რა ზონდი უნდა ეხლა ამაღლობელს სააკაშვილს და მისთანებს 10-15 დღე ცოტა წონაში დაიკლეს და გამოვიდნენ ელოდებოდნენ ვინმე მომყდარიყო ან რამე ისეთი მომყდარიყო რომ ეთქვა ორი ბავშვი გარდაიცვალა
არ მინდა სხვა უფრო მძაფრად თქვა რამე და ის ორი ბავშვი გამოაცხადა მიზეზად მე წყვეტო წყვეტ კი არა გააძლიერე შიმშილობა ასეთი უბედურება მოხდა არ გწხვენია უფრო მოუმატე შიმშილობას ქვეყანა იღუპება ბავშვები გვეღუპება ხო მაგრამ თქვენ ეს არ გადარდებთ თქვენ გადარდებთ საკუთარი სტომაქი საკუთარი ჯიბეები და იმ დავალების შესრულება რასაც ქართველებისა და ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა განადგურება ქვია სხვა თქვენ არაფერი არ გადარდებთ თავი რომ მოიკლა მე ვინ შეასრულებს მაგას თავს თქვენ არ მოიკლავთ და ეს კარგად იცის ხელისუფლებამას და სასაცილოდ არ ყოფნის ხელისუფლებას თქვენი შიმშილობები და მადლობა ამისთვის მაგათ აი ეს არის და ეს ხო ნუ სალომე ზურაბიშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში მზიას მადლობა მზიას მხნეობა მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება ნუ ჯანმრთელობა ანუ ყველა ადამიანის სიცოცხლე არის ძვირფასი ეს ამას წყალი არ გაუვა ეს ჩვენ რო ვიცით ეს ვინ იცის ხო ამიტომ უბრალოდ მიმართულება უნდა მისცეს ყველა ქართველმა განსაკუთრებით ისევ და ისევ ქვეყნის კეთილდღეობისთვის არა და არა ძირის გამოთხისთვის. აი ეს იქნება მისასალმებელი. ახლა ნუ სალომე ზურაბიშვილს რომ ინტერესი აქვს და ანგაჟირებულია, ანუ გასაგებია და ნათლად ხედავს ამას ყველა, ამას არ ჭირდება იქ უმრავლესობა, ქართული ოცნება, იქ 20 ნაცი და ასე შემდეგ. ყველა ხედავს რას აკეთებს ახლა ეს ქალი, როგორ მოძრაობს და რა დავალებებს ასრულებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუნდაც ის მოლაპარაკებები აი სულ ახლა ხანს გაავრცელა ასევე ბლუმბერგმა ახალი ინფორმაცია, რომ უკვე შესაძლოა მომდევნო კვირას შედგეს უშუალოდ ტრამპის და პუტინის შეხვედრა საუდის არაბეთში, რიადში. და აქვე ისეც გახლავთ საინტერესო, რომ ზელენსკი, რომელიც მანამდე თურქეთში იყო და იქაც ასე ვთქვათ, მოსინჯა ნიადაგი რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ შავი ზღვა მაინც აერთიანებთ თურქეთს და უკრაინას. შესაბამისად იქ ტვირთებია, ხორბალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერდოღანი რა მაინც ხიბლი აქვს აი ამ ოსმალეთის იმპერიის და როგორც ვთქვი ავტორიტარული მმართველის შანსი არ გაუშვა ხელიდან და გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის. ამის საფუძველი, ხო, ანუ ამის საფუძველი პრინციპში აქვს, ვინაიდან ის პირველი მოლაპარაკება უკრაინულ დელეგაციასა და რუსულ დელეგაციას შორის, სწორედ ერდოღანის მოწადინებით მოხდა, მან მოაგვარა, მან შესთავაზა და სტამბოლში პარაფირებულიც იყო ის შეთანხმება. რაც მერე ამ ანგლოსაქსების და ბორის ჯონსონის ერთი ზარით ნაგვის ურნაში იქნა ჩაგდებული. ეს ხო თავის პირით აღიარა იმ არახამია. ისე სხვათა შორის დავით, თუ კარგად დავაკვირდებით, ერთადერთი ქვეყანაა თურქეთი დღეს, რომელიც თანაბარად ინარჩუნებს რუსეთთანაც, მით უმეტეს ტრამპის მოსვლის შემდეგ შეერთებულ შტატებთანაც და უკრაინასთან კეთილდამოკიდებულებას ესე ვთქვათ და პირველი იყო თუ არ ვცდები, რომელმაც ხელი გაუწოდა უკრაინას იმ მოლაპარაკებებით დაწყებული დამთავრებული დღემდე იმეორებენ მის ტერიტორიული მთლიანობის ესე იგი ერთგული ასე ვთქვათ ამღიარებლები და ამას ემატება კიდე ისიც რომ იმდენად მნიშვნელოვანი ჩვენი იალტაური დავარქვით და იმდენად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არის ეს რომ მისი ქვეყნის მისი მაგიდის შეთავაზება მოლაპარაკებებისთვის მისთვისაც ძალზედ საინტერესოა თითოეული ქვეყნისთვის ახლა და არ ვიცი ახლა ნებისმიერი ქვეყანა ალბათ ნებისმიერი ისეთი ქვეყანა როგორც თურქეთია და ასე არაბები და ასე შემდეგ მზად იყვნენ ეს მასპინძლობა გაეწიათ იმ იმედით რომ თვითონაც რაღაცა წვლილს მიიღებდნენ თავიანთი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან მქონდა საქმე ეს ხაკამფიდანმა გაიმასქნა და არ არის გამორიცხული რაიმე გაგრძელებაც მიყვეს ამას თუმცა ნაკლებად სავარაუდოა. მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი. ჩვენ შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.